მეგობრებო, მოგესალმებით. როგორც იქნა, მოვჩი ჩემ სესიას დავიწყებთ ხატვას. მიხარია ყველას თქვენი ნახვა. შემოგვიერთდით იმისთვის, რომ ვხატოთ დღეს ძალიან საინტერესო ალგორითმი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ენერგიის გამოთავისუფლებაში. ამ ენერგიის მიმართვას შემდეგ შეძლებთ თქვენს სურვილების მატერიალიზებაზე. აბა მომწერეთ, როგორ გესმით ჩემი ხმა, კარგად თუ გესმით, ხომ კარგად ისმის ხმა, ხომ კარგად ხედავთ ფურცელს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ხედავდეთ და გესმოდეთ. კარგად თუ ისმის, დამიწერეთ პლუსები და კარგად თუ ხედავთ 2 პლუსი. მადლობა. მშვენიერი. მოკლედ, ხნელნელა დავიწყებ უკვე მოყოლას ალგორითმის შესახებ. ჯერ რაღაცა პატარა შესავალი მექნება ისევ ნეიროგრაფიკაზე, რა არის მნიშვნელოვანი, რომ მოსინჯოთ და სწორად გააკეთოთ, იმისთვის რომ მე სწორად ხატოთ და მიიღოთ შედეგი. მოკლედ, 2 ელემენტი არის ხო ძირითადი, როდესაც ვხატავთ ნეიროგრაფიკას, ყოველთვის 2 ელემენტი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწორად დავხატოთ. ეს არის ნეიროგრაფიკული ხაზის სწორად გავლება და რას ნიშნავს ნეიროგრაფიკული ხაზის სწორად გავლება, ნახეთ? ანუ მე არ ვავლებ შაბლონურ ხაზს. შაბლონური ხაზი ნიშნავს იმას, რომ მე ისევ ძველ შაბლონში ვარ და თუ ისევ ძველი შაბლონების მიხედვით მოქმედებ, ანუ ხატავ ისევ შაბლონურად, ეს არანაირ ცვლილებას არ მომიტანს. იმისთვის, რომ ცვლილება მოხდეს ჩემთან, აუცილებელია, რომ გავავლო ხაზი ახლებურად. მოვიმოქმედო რაღაცა ახლებურად, ხო, ახალი მოქმედებით, იმიტომ რომ ძველი მოქმედებები არ მუშაობს. და აი აქ რო ვარ და აქ რო მინდა რომ მივიდე, აწერტილიდან ბეწერტილში. რაღაცა არსებული გზები თუ არ მუშაობს, როგორც წესი ტვინია, მოკლეს შაბლონურ ხაზს ირჩევს ხოლმე, რაც არის წრფე. აუცილებელია, რომ რაღაცა სხვა გზები მოვნიშნო. კერა და მოვსინჯო, ხო? აი ეს ნეიროგრაფიკული ხაზები არის ის სხვა მულტირეალობები, ის სხვა ვარიანტები, იმისთვის, რომ მივიდე აწერტილიდან ბეწერტილში. მაგრამ როგორც წესი, აი აქ წარმოიქმნება ხოლმე გზად წინაღობები. აი ამ წინაღობების მოსაშორებლად ზუსტად ვიყენებ ნეიროგრაფიკას. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცის კეთება ძალიან მინდოდეს, ძალიან მომწონდეს, დიდი სურვილი მქონდეს, მაგრამ აი რაღაცას გვგრძნობ შიგნით, რაც არ მაკეთებინებს ამას, ვერ ვაკეთებ ამ ნაბიჯს, ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს, ხო, ვერ ვიწყებ. იმის გამო, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო. არ ვიცი, ვის ვკითხო, სწორია თუ არა, არ ვიცი საერთოდ როგორ მოვიქცე, ხო? ამიტომ ხშირად არის ხოლმე ეს წინაღობები. ან რაღაცას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი, ვმუშაობ სადღაც, ან რაღაცას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მივეკუთვნები რომელიღაცა ეგრეგორს, ხო? ეგრეგორი არის ერთ-ერთი ასევე შრე ფსიქიკის, რომელსაც ვამუშავებთ, ეგრეგორების და არქეტიპების, ანუ ყველას გვაქვს რაღაც ჩვენი წარმოდგენები, ყველა მივეკუთვნებით სხვადასხვა ეგრეგორებს, ეს არის ახლა ენერგეტიკული სტრუქტურა, რომელსაც მივეკუთვნებით ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით და მაგალითად რაღაც ვერ ვლახავ რაღაც წინაღობას, იმიტომ რომ ქართველი ვარ, მივეკუთვნები ქართველების ეგრეგორს, ვერ ვლახავ რაღაც წინაღობას და ვერ მოქმედებ, იმიტომ რომ მივეკუთვნები რაღაცა ჩემი პროფესიის ეგრეგორს, ხო, თუნდაც. მოკლედ ძალიან ბევრი წინაღობები არსებობს ფსიქიკის სხვადასხვა შრეზე. ნეიროგრაფიკა ამუშავებს ფსიქიკის 7 შრეს. ეს 7 შრე არის 7 ეტაპი ნეიროგრაფიკის და პირველიდან მე-7-მდე ჩავდივართ ზევიდან ქვევით ცნობიერების პირამიდაში. ეხლა არ დაგიწყებთ ამის დეტალურად მოყოლას, იმიტომ რომ ეს უფრო რაღაცა კურსებზე არის, კურსებზე ვადლებ ხოლმე ამ ინფორმაციას უფრო დეტალურად. ეხლა მაქსიმალურად რაც გჭირდებათ იმ ინფორმაციას მოგცემთ, რომ მოვასწროთ ამ 1 საათში დახატვა. ამ შრეების გავლისას, მოკლედ ეს ნეიროგრაფიკული
ხაზი ჩადის და აშორებს ყველა იმ ბლოკს, რომელიც ფსიქიკის სხვადასხვა შრეზე არის და მიშლის ხელს, იმისთვის რომ აი ამ A წერტილიდან B წერტილში მივიდა. ხო, ესე იგი 7 ეტაპს გავდივართ. ასევე მნიშვნელოვანია დავხატოთ სწორად ნეიროგრაფიკული ხაზი და ეს ხაზი, რომელიც გავავლე, არ არის სწორი, არ არის ნეიროგრაფიკული, იმიტომ რომ ის იმეორებს თავის თავს, ნახეთ, ეს მონაკვეთები. ეს ნიშნავს იმას, რომ მე იგივენაირად მოქმედებ, არაფერს ახალს არ ვაკეთებ. ნახე, ყოველდღიურად ვიღვიძებ, ყავას ვსვამ, 9:15 აკლია გავდივარ სამსახურში. სამსახურში მივდივარ. საღამოს მოვდივარ, ვახშმობ, ვუყურებ რაღაცა ფილმს, კითხულობ, წიგნს ვიძინებ, ისევ დილით გავიღვიძე, მივირთვი ყავა, ვისაუზმე, წავედი სამსახურში. დავბრუნდი იგივენაირად, დავისვენე, ვივახშმე, დავიძინე. ხო, ანუ აი ეს შაბლონი. და ფაქტია, რომ ამ შაბლონით მოქმედებ და ვერ მივედი ამ ჩემ B წერტილთან. ნეიროგრაფიკა აკეთებს იმას, რომ მე ვიწყებ რაღაცეების ახლებურად კეთებას, სხვანაირად. ანუ პირდაპირ უკავშირდება ის ნეირონულ კონტურს, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული მაქვს და ამ ნეირონული კონტურის გარღვევა თუ არ მოხდა, ამ შაბლონის გარღვევა, დანგრევა თუ არ მოხდა, ხო, ვერ შეიქმნება ახალი. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ძველი შაბლონი ჯერ გავარღვიოთ, გამოვათავისუფლოთ ენერგია, რომელიც იქ არის, უარი ვთქვათ, გაცნობიერებულად, ძველ პატერნზე ქცევის, ხო, რაღაცა ძველ, როგორ თქვა ქართულად, შაბლონზე, ხო, სტერეოტიპზე და ეს სტერეოტიპი და შაბლონი ვერ მეხმარება მინიმუმ, ხო, თუ არ მიშლის, ხშირ შემთხვევაში მიშლის კიდეც, არ უყვევ ამ ძველ შაბლონს და მოქმედებ ახლებურად. ხა როგორ გამოიხატება ეს გრაფიკულად, ეს ახლებურად მოქმედება, ნახეთ, ამ ხაზს ვავლებ ისე, რომ თუ გძნობ, რომ კიდევ ზევით უნდა, მიმყავს პირიქით ქვევით. თუ გძნობ, რომ ოდნავ მარჯვნივ უნდა, მე მიმყავს მარცხნივ. თუ გძნობ, რომ კიდევ ქვევით უნდა ჩამოსვლა, ამყავს ზევით. ანუ მიმყავს წინააღმდეგობით. ვცდილობ, რომ წავიყვანო. არ წავიყვანო იქ, სადაც ტვინს უნდა რომ დაინახოს, იმიტომ რომ ტვინს ყოველთვის უნდა რომ ეს მოწესრიგებული რაღაცნაირი შაბლონური ხაზი გაავლოს. შაბლონი შეიძლება ესე გამოიყურებოდეს, შეიძლება ესე გამოიყურებოს, ანუ რითმულია. ნახეთ, იმეორებს რითმს. იმეორებს ტრაექტორიას და ანუ გამოიყურება შაბლონურად. ხა ნეიროგრაფიკულ ხაზში, ნახეთ, ვერ მოძებნით აი მონაკვეთებს ერთნაირს ვერსად. სულ მოძრავია, დენადია, ხო, მიედინება ისე, რომ ვერ მიხვდები, ვერ განსაზღვრავ შემდეგ მომენტში სად აღმოჩნდება უცებ. და ამის დაცვა არის მნიშვნელოვანი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე პირდაპირ აისახება ხარისხზე, არის ჰარმონიზება ამ ხაზების, რომლებსაც მივიღებთ, ხო, ნახატში შედეგად. ამ ხაზების ჰარმონიზება ხდება შემდეგნაირად. ნახეთ, აი გადაკვეთები, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც ვხატავ, ხა ბევრი ხაზი აქვს რო გავავლო, ბუნებრივია, რომ ეს ნეიროგრაფიკული ხაზები იმდენად სპონტანურად მოძრაობს, ხო, ფურცელზე, რომ ხან სად აღმოჩნდება და ხან სად. ამიტომ აი ამ გადაკვეთებს, რომლებიც პროცესში, ნახეთ, წარმოიქმნა, სხვა ფერით გაჩვენებთ, კიდევ უფრო რომ დაინახოთ. აი ამ გადაკვეთებს უკეთებ ჰარმონიზებას. რას ნიშნავს ჰარმონიზება? ნახეთ, ნებისმიერ გადაკვეთას ჩემი ტვინი აღიქვავს როგორც კონფლიქტს, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც აქვს კუთხე, რაც არის ბასრი, არის პოტენციურად უკვე საფრთხე. ანუ გრაფიკულად ასე აღიქმება, რომ ეს არის საფრთხე და არ არის კომფორტული ჩემთვის. ამიტომ იმისთვის, რომ აი ეს შთაბეჭდილება შევცვალო, იმაზე, რომ ეს არის ბასრი და ეს არის საფრთხე, მე მიღებ და უკეთებ მას ჰარმონიზებას. ჰარმონიის სიმბოლო გრაფიკულად, ხო, არქეტიპულად ჰარმონია არის წრე. ყველაფერი წრიული, აი ესე წრე რომც გაატაროთ, ესე რამდენჯერმე, ხო, იგრძნობთ, რომ რაღაცა გამშვიდებს. და თქვათ, იმისთვის, რომ იგრძნოთ საპირისპირო, აი ბევრი სამკუთხედები დახატეთ, აბა, ეს. და იგრძნობთ, როგორ იძაბება სხეული. სულ სხვა შეგრძნებებს იწვევს სხეულში სამკუთხედების ხატვა და სულ სხვა შეგრძნებებია, როდესაც ვხატავთ წრეს. თითოეულ ანუ აი ამ გადაკვეთას ვაქცევ წრეთ უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ თვალი, როდესაც ხედავს თუნდაც ნახევარწრეს, ის ასრულებს, ტვინი ასრულებს მას სრულ წრემდე. რაც ნიშნავს იმას, რომ ნახევარწრეს რომ დავხატო, ეს კომფორტულია მისთვის. ამიტომ მივდივარ ამ თითოეულ გადაკვეთასთან და აი ესე ვამრგვალებ, ნახეთ. ავამრგვალე, გავაფერადე. ავამრგვალე, გავაფერადე. და
გავუცებ ეს კუთხე, რომელიც იყო რაღაცნაირი ბასრი, აგრესიული და ჩემთვის დისკომფორტული. ესე გადაიქცა ნეირონის მსგავს რაღაც ობიექტად, ხო? ამიტომ სარკისებრი ნეირონები ავტომატურად ეგრევე თანახმანი არიან, რომ ეს რაღაცა ბასრი და ნეგატიური ჩაანაცვლოს აი ამ რაღაცა ახლით. და ასე ხდება გადაწერა მთელი ხატვის პროცესში. მოკლედ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს დაიმახსოვროთ და კარგად გულმოდგინეთ, ლამაზად დაამრგვალოთ. რა არის შეცდომა, ხო, დამრგვალებისას კიდე ხშირად უშვებენ ხოლმე ამ შეცდომებს. არ ვამრგვალებთ ასე, არ ვხატავთ წრეს. და ვცდილობთ, რომ როდესაც რაღაცა ხაზების დამრგვალება მინდა არ დავამრგვალო უხეშად. ანუ რას გულისხმობ, ხა გავავლე, ხო, ეს მომრგვალება აქ გავუკეთე, აქეთაც გავუკეთე და ნუ გვერდებიც მოუმრგვალე. არ გავცდეთ რა, მას აი რაღაცა ესეთები არ ვქნათ, ხო? რაღაცა ესე არ ვქნათ, იმიტომ რომ ნახე ბევრი მძაფრი, ბასრი ახალი ობიექტები დავამატე კიდე, ანუ გავაუარეს ეს მდგომარეობა. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს იყოს ძალიან ისეთი ჰარმონიული ნახატი, ხო? ეს მნიშვნელოვანია. ანუ ორ რაღაცას ვიმახსოვრებთ. ერთი ის, რომ ნეიროგრაფიკულ ხაზს ვავლებ ნეიროგრაფიკულად, ანუ მოულოდნელად რომ აღმოჩნდეს იქ, სადაც არ ველოდები და მეორე რომ ჰარმონიულად დავამრგვალო. ეს არის ორი მნიშვნელოვანი პუნქტი. ეხლა რაც შეეხება თვითონ წყენების ხატვას. ნახეთ, წყენებში არის ძალიან ბევრი ენერგია, ხო, დაბლოკილი, როგორც გითხარით და იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ ეხლა კარგი ვიმედიტირე დილით, ხო, რაღაცა დავიმშვიდე ეს ჩემი გონება, რომელიც მუდმივად ფიქრობს, რომ აი რაღაცა რა აქვს გასაკეთებელი, ხო, ვიღვიძებ თუ არა, ეგრევე თვალწინ ჩდება, ხო, ეს რაღაცა სხვადასხვა საქმეები, რომლებიც გასაკეთებელი მაქვს, ეგრევე ვიწყებ ფიქსეს მოვასწრო, აქედან იქ გავიქცე, აქ გამოვიქცე, ეს რაღაცა ბავშვი გამოვიყვანო, მე სამსახურში დაბრუნება მოვასწრო, დავასრულო სამუშაო დღე, რომ მოვალ ვახშამზე, რაღაცა ვახშამისთვის რაღაც მოვამზადო, ანუ მუდმივად, ხო, ქალი კაცი მნიშვნელობა არა, ყველა ფიქრობთ აი ამ რაღაცა გეგმაზე, რომელიც ტვინში უკვე გვაქვს, როდესაც ვიღვიძებთ, მაგრამ ერთი ესეთი მომენტია, როცა იღვიძებ დილას ჯერ სანამ ბოლომდე გაიღვიძებს ტვინი, ანუ არის ის რაღაცა მშვიდი მდგომარეობა და ვეცადებ ხოლმე, რომ აი ამ მშვიდ მდგომარეობაში მაქსიმალურად გავწელოთ ეს პერიოდი, ხო, ასე დამშვიდებული გონების და ამას სწორედ აკეთებს meditაცია. და შემდეგ უკვე ამ მდგომარეობიდან გავიარო ის დღე, ამ მდგომარეობიდან შევიდე ამ ახალ დღეში. დილით მეძლევა ენერგია, რომელიც უნდა დავხარჯო და როგორც კი ვიწყებ აი დილიდანვე შფოთს, ფიქრს და ნერვიულობას, ყველაფერს ვასწრებ თუ არა, მომენტალურად ეს ენერგია უკვე იხარჯება, უკვე იფანტება და აღარ გაქვს რეალურად ის რესურსი, რომელიცაც გაიღვიძე, რომ რაღაცა ეფექტურად გააგრძელო დღე. ასევე აი ეს რესურსი ჩვენი ჩაკირული და ენერგიები ჩაბლოკილი არის ხოლმე აი ეს გამოცდილებებში, ხო, ცოტა არასასიამოვნო გამოცდილებებში. რაღაცა სადღაც მეწყინა, სადღაც რაღაცა დავიმახსოვრე და ვერ გამოვთქვი და აი ეს ემოცია, რომელიც დავბლოკე წყენისას, ან არ გამოვთქვი საკმარისად, ან სრულად არ გამოუშვი, აი ეს იწვევს ხოლმე აი ამ ბლოკებს, ფიზიკურ ბლოკებს წარმოქმნის სხეულში პირდაპირ. რომელიც შემდეგ თუ არ მივხედეთ, დროთა განმავლობაში გარდაიქმნება უკვე სხვადასხვა ფსიქოსომატურ სიმპტომებში და რაღაც დაავადებები ყალიბდება, ხო? ამიტომ ვიცადოთ ხოლმე ისედაც რა ჯანმრთელობისთვისაც არის ძალიან კარგი, რომ გაუშვათ ყველაფერი ის ნეგატიური, რასაც ატარებთ შიგნით. ამის გასაშვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ალგორითმი. ეს ალგორითმი, ამ ალგორითმს არ ვიყენებთ რაღაცის მოსაზიდად, ხო? ეს პირიქით ეს არის ალგორითმი, რომელსაც ვიყენებთ პირიქით განსაზიდად, გასაშვებად, ეს დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ალბათ ახლა კითხვები გექნებათ, რომ რისთვის შეიძლება გარდა წყენების გაშვებისა, თქვა კიდე რა შემიძლია გამოვიყენო. სასიხარულო ამბავი არის ის, რომ შემიძლია ნებისმიერი ნეგატივის, ასევე აი შიშების მაგალითად, ხო? შემიძლია შიშებზე ვხატო და შიშები გაუშვა ამ ალგორითმში. შემიძლია გაუშვა რაღაცა კონკრეტული სიტუაციები, ესეც შემიძლია რომ ვხატო, მაგრამ არამც და არა რაღაცის მოსაზიდად, ხო? აი დადებით საკარულებთ, ანუ ვიღებ ნეგატიურს და ვუშვებთ. პირველი ეტაპი ხატვის, ხო, როგორც ვთქვი, ფსიქიკის თავიდან ვააქტიურებთ, აქტუალიზაციას ვაკეთებ ჩემი პრობლემის. და თემას ვწერ, რომ აი რას ვხატავ, ხო, თემა არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს დასმული, დასაწყისში.
და ეხლა ჩვენ შემთხვევაში ეხლა ეს თემა არის მე ვუშვებ წყენებს. და დაწერეთ ეს. ფურცელზე ისე რაღაც სხვა ფურცელზე ხო იმაზე არა რომელზეც ვხედავთ. სხვა ფურცელზე ვწერე ამას. მე ვუშვებ წყენებს. ეხლა შეგიძლიათ რომ დაინიშნოთ დრო, მეც დავნიშნავ დროს და 2 წუთის განმავლობაში უბრალოდ ვწერ ყველაფერს რაც წამომივა ამ წყენებთან დაკავშირებით. ყველაფერი, ყველა ემოცია, რომელიც წამომივა, ხო? ეს წყენები რაზე შეიძლება იყოს? ეს წყენები შეიძლება იყოს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, რაც მგონია რომ შემიძლია უკეთ გავაკეთო. ეს შეიძლება იყოს წყენა, არ ვიცი, მშობლებზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, საპირისპირო სქესზე, ხო? ბიჭი თუ ხატავს გოგოზე, გოგო თუ ხატავს ბიჭზე. და ზოგადად თო სამყაროზე, რომ აი რატო არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა. აი ეს ემოცია წამოწიეთ ახლა მაქსიმალურად, აი ეს წყენის, ხო, რაღაცნაირი სევტის წყენის და 2 წუთის განმავლობაში წეროთ. დავნიშნოთ ახლა დრო. და დავიწყეთ წერა. ყველა ის სიტყვა, რომელიც მოდის პროცესში, ხო, სიმძიმე მაგალითად, ნახეთ ჩემ შემთხვევაში სიმძიმე. სიმწვავე. თან მიჭირს ახლა სიტყვების წერა, მე თვითონ იმიტომ რომ დახატული მაქვს ბევრჯერ და არაფერი არ მომდის, მომდის მხოლოდ დადებითი. ამ შემთხვევაში ხა თქვენ წერთ სულ ნეგატიურს, ხო, იმიტომ რომ აი ეს ნეგატივი რაც გასაშვები გაქვთ. არ ვიცი მაგალითად სასტიკია, უპასუხისმგებლოა ვიღაცაზე ხო წერთ. მომთხოვნია, ეგოისტია. ცივია. ნეიტრალურია. არ აინტერესებს. ან არ ვაინტერესებ. წინს. სევდა. სიმძიმე, ნახეთ, წამოვიდა გამეორებაზე, წავიდა სიტყვები, ანუ ხშირად ხდება, რომ მეორდება სიტყვები. არ ვიცი, სიბნელე. მარტოობა. ტირილი. რთულია. ხო, ხა მევწერ ჩემს სიტყვებს, თქვენ ხა ნუ კი დაწერთ ყველაფერს, რასაც მევწერ, მოდი არ გავაჟღერებ, ისე დავწერ, რაც მოდის, რომ გადახედოთ ეს რამდენიმე ხა იმიტომ გავაჟღერე, რომ დაახლოებით მიხვდეთ, რას ვშვებით, როგორ წერთ ამ სიტყვებს და ემოციებს, რომლებიც მოდის, როგორ გამოვხატავთ, ხო, ესე თითო სიტყვით, რაც უფრო წერტილოვნად დაწერთ, ესე სიტყვებით მით უფრო ზუსტად შეხვალთ იმ ემოციაში, იმიტომ რომ როდესაც ვიწყებ რაღაცა გაშლას და წინადადებას და ამბავს, ნუ მან ისეთია რა ვიშლები და ცოტა ვიფანტები სხვა რაღაცებზე გადავდივარ, ამიტომ არ გადავიდეთ სხვა რაღაცებზე, მაქსიმალურად კონცენტრირდეთ იმაზე, რასაც გრძნობთ. ახლა თითოეული სიტყვით ავხწეროთ, ხო, მოკლედ ვხწერთ.
და 2 წუთი გავიდა. და ახლა ვიწყებ ხატვას. დავწერეთ ხო ყველა ეს სიტყვები. მაქსიმალურად რაც წამოვიდა, იმას ვწერთ. აქვე დავიდებ ახლა ამ სიტყვებს, კარგად რომ ხედავდე, რომ არ გავიფანტო სხვა რაღაცეებზე. დავიდე და ვუყურებ და ისე ვიწყებ ხატვას. იმიტომ რომ მინდა რომ გრძნობდე მაქსიმუმზე ამ ემოციებს, რაც უფრო მაქსიმუმზე მაქვს ამოწეული, რაც უფრო მაქსიმალურად გრძნობ ამ ემოციას, მით უფრო მეტის დამუშავება შემიძლია. ნახეთ, გაბედეთ და ამოწიეთ მაქსიმალურად ის, რასაც გრძნობთ. იმიტომ რომ რამდენსაც კი ლაივს შევინახავ, რამდენსაც შეძლებთ რომ ამოიღოთ ახლა ხო უხეშად რო ვთქვა, ზუსტად იმდენს დაამუშავებთ. თამუსი მიხარია რო გხედავ. რამე კითხვები თუ გაქვთ აქამდე, შეგიძლიათ დამისვათ და გავაგრძელებ ხატვას. ხო, ეს ალგორითმი ახლა ისე არის შედგენილი, რომ მაქსიმალურად დაგაწერინოთ რაღაცა დაგახატინოთ ზოგადად, ხო, ზოგადი წყენები. ეხლა ვისაც გინდათ შეგიძლიათ რომ ეს წყენები ჩამოაყალიბოთ სხვანაირად. მე მაქვს თქვენთვის შემოთავაზება უბრალოდ ამ ვარიანტის და ვისთანაც რეზონირებს ხატეთ ასე, ვისთანაც ცოტა სხვა სიტყვების ჩასმა მოგინდებათ, ანუ ხო და არა იმის, რასაც მე გთავაზობ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი წყენის, ხო? ნახეთ, მაგალითად ახლა აქ ჩამოვწერ, რომ ხედავდეთ. დავხატავთ 5 ფიგურას. პირველი არის მე, ანუ წყენა საკუთარ თავზე. იმიტომ რომ, რა ვიცი, რაღაცებს ვერ ვაკეთებ, არ გამომდის, არ გამომივიდა, რა ვიცი, ვცდილობ და ასე შემდეგ და ნუ რაღაცა ხო, ხშირია ხოლმე, რომ აი საკუთარ თავს ძალიან უტევთ ხოლმე და ვაუფასურებთ ფაქტიურად. მერე წყენა მშობლების მიმართ. მშობლები. მეორე ფიგურა არის მშობლები. ან შეგიძლიათ დაწეროთ ოჯახი მთლიანად, თუ გინდათ რომ იქ იყოს ჩართული, არ ვიცი, და-ძმებია ბაბუა, მაგრამ მშობლები არის მაინც ფესვი რა, ეს ძირეული, აი ამ წყენას თუ უშვებთ. ძირითადად, მოკლედ ახლა არ განვაზოგადებდი რა, ანუ ამის თქვა მინდა თქვენ ადგილას, რაც უფრო წერტილოვნად დავწერ ამ კონკრეტულ რაღაცებს, მით უფრო კარგად დამუშავდება. მერე საწინააღმდეგო სქესი. ჩემ შემთხვევაში ხა მე დავხატავ მაგალითად მამაკაცებს, ხო, მამაკაცებზე, ან მამაკაცზე ერთ კონკრეტულზე წყენა. შეგიძლიათ პირდაპირ სახელი დაწეროთ. და ვთქვათ, ბიჭები თუ ხატავთ გოგოებზე რა, რომელიღაცა გოგო კონკრეტული ერთი, ან ზოგადად ქალებზე წყენა, მაგრამ როგორც წესი ერთის მიმართ პრეტენზია, ერთის მიმართ მოთხოვნა, ერთის მიმართ წყენა, ეს არის რომ ზოგადად ენერგეტიკულად, ანუ საწინააღმდეგო სქესზე წყენა არის რა. და ნუ ეს ახლა სად მიდის და რატო არის და მამასთან რო არის კავშირში და ასე შემდეგ, ეს ახლა უფრო ვრცლად ამას განვიხილავთ ხოლმე და ვხატავთ უფრო დეტალურად, უფრო ესეთ ვრცელ კურსებზე და თქვათ პროგრამაზე, ხო, ჰიპნოთერაპიის, მაგრამ ამ შემთხვევაში გაქვთ საშუალება, რომ ეს ზოგადად თქვენთვის, აი ხა რაც არის აქტუალური, აქაც ხატოთ და ფანტასტიკურ შედეგს მოგცემთ. დამიჯერეთ ვერანაირი საუბრები და მოყოლა რაღაცა ისტორიების სხვადასხვა ფსიქოლოგებთან, კოუჩებთან ასე შემდეგ არ მოგცემთ ისეთ შედეგს, როგორცაც მოგცემთ შედეგს აი ეს ჩვეულებრივი ერთი რაღაცა თითქოს ისეთი უწყინარი ნახატი. რომელიც შეგიძლიათ აი ესე გახსნათ ჩემი ინსტაგრამი და დაჯდეთ და უბრალოდ ხატოთ. იმიტომ რომ ნეიროგრაფიკა მუშაობს ქვეცნობიერთან, ანუ იწყებს აი პირამიდა რო გაჩვენეთ ხო ცნობიერების და სიღრმეში ჩადის. ყველა შრეებზე მუშაობს. ფსიქოლოგთან მუშაობთ მხოლოდ ზედა შრეებზე, სამწუხაროდ. და ეს ხანგრძლივი არის ვადაში. ნახატზე წარმოქმნილი ყველა გადაკვეთა არის თითოეული გადაკვეთა, რომელიც ნახატზეა. ხო, აი ხედავთ ჩემ ნახატს, სხვას მაგალითად ნახეთ, აი აქვევით. აი ეს თითოეული გადაკვეთა, რომელიც მე შევცვალე და ჰარმონიზება გავუკეთე, ეს არის კონფლიქტი, რომლის ტრანსფორმაციაც გავაკეთე და ფსიქოლოგთან აი ეს თითოეული გადაკვეთა, თითოეული კონფლიქტი ყველა ჯერზე უნდა თქვათ თითოეულ კონფლიქტზე უნდა ესაუბრო რა, უხეშად რა ვთქვათ, თითო სეანსზე. და აქ აი უამრავი კონფლიქტის მომგვარება შეგიძლია ერთხელ მთლიანად, ხო? ხო, სად გავჩერდე, ესე იგი საწინააღმდეგო სქესი მამაკაცები, ესე წამიღებს ხოლმე და ამაბრუნეთ კითხვებით თუ რამეა თუ ძალიან შორს მივდივარ. ხო, აუცილებლად წყენა ფინანსებზე. ფინანსები. იმიტომ რომ ფინანსებიც ენერგიაა, ფული, ხშირად რო ვთქვათ.
და თუ ნაწყენი ხარ, ან თუ რაღაცა ნეგატიური დამოკიდებულება გაქვს, არასდროს არ მოვა შენთან. ხო, კიდევ ერთი რამ რაც მინდოდა მეთქვა, გარდა იმისა, რომ სურვილების მატერიალიზებაზე მუშაობს ძალიან კარგად, ხო, ეს ალგორითმი იგივენაირად აი ეს წყენების გაშვება მუშაობს ფინანსური ნაკადის გააქტიურებაზე, იმიტომ რომ თუ კი მე მაქვს, ხა მან დარჩა უღმავდები, როგორ არის ეს სქემა და სისტემა, როგორ მუშაობს სიღრმისეულად, ხო, ფსიქოლოგიურად, მაგრამ მშობლების მიღება, საკუთარი თავის მიღება, საწინააღმდეგო სქესის მიღება, თვითონ ფინანსური ენერგიის, ხო, ფულის მიღება და მეხუთე სამყარო ღმერთი, რა ვიცი, როგორც კიდათ ისე დაარქვით, აი ეს 5 პუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მე უნდა მივიღო აი ეს 5-ვე პუნქტი იმისთვის, რომ ჯერ ერთი გამოვითავისუფლო ენერგია და თქვა ჩემი სურვილები დაიძრას და მატერიალიზება დაიწყოს და პირდაპირ ავტომატურად ისე რომ რა ვიცი მე ყურადღების გაშვებას არ გჭირდებათ ფინანსებზეც მუშაობს გადასარევად, იმიტომ რომ ფინანსების არქონა პირდაპირ კავშირში არის აი ამ წყენებთან. ახლა როგორ ხატავ ამ თითოეულ ფიგურას აქ? ნახეთ, არ ხატავ წრეს, ხატავ რაღაცა უფორმო ფიგურას, აი იმ ემოციით, იმ წყენით, რომელსაც ვგრძნობ. ცენტრში ვხატავ მეს. აი მეს მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს ახლა. აი ეს არის მე. დავაწერა ერთიანი. რომ ახსოვდეს, რომ ეს მე ვარ. აქ. აქ როგორც ჩამოვწერეთ, ხო? ახლა ზუსტად ამის მიხედვით ვაკეთებ. მე მშობლები. აი სად მინდა რომ დავხატო მშობლები, ახლა ვეძებ მეორე ფიგურას. ეს არის 2. მშობლები. მესამე საწინააღმდეგო სქესი. შეატყობდით, რომ ყველაზე მეტი ემოცია აქ იყო. ატყობა რაღაცეები მაქვს, ნახეთ, აი აქ დარჩენილი და სამუშაოებად. მე-4 ფინანსები. ხო, აი ეს ნახეთ, საინტერესო ამბავი მოხდა, იმიტომ რომ იდეაში ამ ყველა ფიგურას გარშემო მე ვხატავთ წრეს. მე ავტომატურად შემომეხაზა ეს წრეს, ნიშნავს, რომ ჩემ შემთხვევაში დამუშავებული მაქვს ფინანსების ნაწილი. აღარ დამჭირდება აქ წრის შემოხაზვა გარშემო. საინტერესო. და მე-5 აი აქ ვხატავ სამყარო. ნახეთ, აი სამყაროზეც თითქმის შეიკრა. აქ ვაწერე რომ 5-ია. ანუ ამ ნომრებს იმისთვის ვაწერე, რომ მე მივხვდე, რომელი ფიგურა რა არის. და როდესაც ეს ფიგურები მომხაზე, ყველა პირველი ეტაპი რაც უნდა გავაკეთო, ეს არის შევიგრძნო, ხო? ეხლა აბა ვიგრძნო, რას ვგრძნობ, როდესაც ეს ყველაფერი ფურცელზე დავხატე, ანუ ფაქტიურად შევხედე პირდაპირ, ხო? შიგნით მქონდა და ამოვწიე, ამოვიღე და ფურცელზე გამოვსახე და ვუყურებ პირდაპირ. რას ვგრძნობ, ამა მაქვს ხო არა რაღაცა უკვე დისკომფორტული შეგრძნებები. ნეიროგრაფიკა იწვევს დისკომფორტულ შეგრძნებებს და ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაზე ხც პროცესში მოგიყვებით. შემდეგი ეტაპი არის თითოეულ ამ ფიგურას შემოვუხაზავ გარშემო წრეს. იმისთვის რომ თავი ვიგრძნო უსაფრთხოდ. იმისთვის რომ უკვე პირველი ეტაპი ჰარმონიზების, ესე ვთქვათ, გავიარო, ხო? გავუკეთო ჰარმონიზება ამას, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ დისკომფორტი წამომიწია. პირველი ასე დავწიო, ესე ვთქვათ, ხო, ჩაუშვა ქვევით ეს რაღაცა წამოსული ემოციები არის ის, რომ ვუხაზავ ყველა ფიგურას გარშემო წრეს. თან შევიგრძნობ. როგორ შემეცვალა შეგრძნებები შიგნით. საინტერესოა ის, რომ მივყვები რაღაცნაირად ნომრებს. წრეები შემოვხაზე, ну კიდევ ერთხელ გავაძლიერებ ამ წრეს ფინანსების გარშემო, რომელიც ისედაც უკვე შემოვხაზე. და რას ვაკეთებ ხა? ეს ფიგურები კიდევ ვხატე და კარგია ძალიან, მაგრამ იმისთვის რომ ჩავიდეს ქვეცნობიერში და დაიწყოს ქვეცნობიერმა პროცესები დაძრას, ესე ვთქვათ, და დამუშავება დაიწყოს, ამისთვის აუცილებლად საჭირო რომ გავატარო ეს ნეიროგრაფიკული ხაზი, რომელიც არის ჩემი ენერგია, რომელსაც ვუშვებ, ხო, ამ ნახატში. ნახეთ. და შემყავს ახლა ნეიროგრაფიკული ხაზები და ვაკავშირებ ამ ფიგურებს ერთმანეთთან. ვავლებ ამ ხაზებს. აი ამგვარად.
ანუ მეზე ყველა ჯერზე გავდივარ, თუ ხედავთ. საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ერთმანეთის პირისპირ ჩემთან აღმოჩნდა რა გქონდა მეოთხე ფინანსები და მესამე საწინააღმდეგო სქესი და ეს ისედაც ასეა სტრუქტურულად მამაკაცის მიღება, მამის მიღება არის პირდაპირ დაკავშირებული თქვენ ფინანსურ ნაკადებთან და ეს ძალიან კარგად გამოისახება ახლა აქ. ხას ვავლებ მაქსიმალურად ნეიროგრაფიკულად. ხო, გახსოვდეთ, არ ვავლებ შაბლონურად იმისთვის, რომ იმუშაოს, რაც უფრო ნეიროგრაფიკულად გაატარებ, მით უფრო იმუშავებს. და აქ თუ მაქვს შეგრძნება, რომ რომელიღაცა ხაზიდან რაღაცა ხაზების დამატება მომინდა, თითო ორ ხაზს ვამატებ. ბევრ ხაზს არ ვავლებთ, ხო? იმიტომ რომ კიდევ გვაქვს სხვა ეტაპები გასავლელი. და აი ეს არის ახლა ის, რაც უნდა დავამუშავო. ნახეთ, თითოეული ეს გადაკვეთა, რასაც ხედავთ, ხო, როგორი ულამაზოა დასაწყისში. ეს გადაკვეთა არის კონფლიქტი, ყველა არის კონფლიქტი, ყველა არის წყენა. აი ამდენი წყენა მაქვს საწინააღმდეგო სქესთან. ამდენი წყენა მაქვს, აი რამდენ გადაკვეთასაც ხედავთ ხა აქ ნაჯღამს. ამდენი წყენა მაქვს მშობლებთან პირობითად. ამდენი წყენა მაქვს აქვეა სამყაროსთან, ამდენი წყენა მაქვს ფინანსებთან, ხო? და ამდენი წყენა მაქვს ჩემ თავთან, ნახეთ. და ვიწყებ ახლა ამის ჰარმონიზებას, ანუ დამრგვალებას, როგორც გაჩვენეთ, თითოეულ გადაკვეთის დამრგვალებას ვიწყებ. ჩემ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ დავიწყე რატომღაც დამრგვალება სამყაროსთან, სამყაროდან. ჯერ მინდა რომ თითქოს იქ მოხდეს, ქვეცნობიერად თითქოს კი არა, ხელს საითაც მიყავ ხარ, ეგ არის ის, სადაც უნდა მიხვიდე. და მიყვე ამ იმპულსს და რადგან აქ მივიდა, ესე იგი პირველ რიგში ეს უნდა დავალაგო, ეს ამის ჰარმონიზება უნდა გავაკეთო. ასაგებია ყველაფერი, რასაც აქამდე გიყვებით, რამე კითხვა ხო არ გაქვთ. საერთოდ ასწრებთ ხატვას მომყვებით, აბა მომწერეთ ერთი მოგუკავშირი, რომ მივხვდე, რომ აქ ხართ და ცოცხლები ხართ. თუ ჩაგითრიათ უკვე დისკომფორტებმა და ემოციებმა. ხო, რაც შეეხება დისკომფორტებს და ემოციებს, ნახეთ. ნეიროგრაფიკა ისე მუშაობს, რომ პირდაპირ პროცესშივე ცვლის აი ამ დამოკიდებულებებს, ცვლის დაბეჭდილებებს წყენებთან დაკავშირებით, ხო, გაშვება ხდება, გაშვება ყოველთვის ცოტა ისეთი პროცესი არის მძიმე. თუ გძნობთ, რომ რაღაცნაირად დაჭიმულობა გაქვთ სხეულის რაიმე ნაწილში, ან რაღაცა დაძაბული ხართ, ან გულმკერდში გძნობ რაღაცას, რაც გაწვება, ვთქვათ, ხო? ეს ყველაფერი არის ის, რომ ამ ეტაპზე, როცა იწყებ დამრგვალებას, ტვინი რთავს წინააღმდეგობას, რომ რაიმე შეიცვალოს, რადგან მისთვის უსაფრთხო არ არის ის, რომ შენ რაღაცა ახლში მიდიხარ შაბლონიდან ამოხტი და აპირებ რაღაც სახლებურად გაკეთებას. იმიტომ რომ ვერ ხვდება და არ იცის და ეს ინფორმაცია არ აქვს მომავალში, როგორი იქნება ის ახალი. ტვინი ფუნქციონირებს და ოპერირებს მხოლოდ წარსულიდან ინფორმაციით და აწმყოდან, ხო, მომავალში ვერაფრით ვერ ჩაიხედება. მას თუ არ ვიტყვით ქვეცნობიერზე და ინტუიციაზე. მაგრამ ახლა ეს არ არის ის თემა, ის გაკვეთილი, რომელზეც ამაზე უნდა გესაუბროთ. მოკლედ და ამიტომ ეშინია, ხო, იმ რაღაცა მომავლის, ეშინია, რომ ახლა რაღაცას რო შეცვლი, მე რამე ცუდი არ მოხდეს. და ცდილობს რომ გაგაჩეროს ამ ცვლილებებისგან და როგორ გაჩერებს? სიკეთეში, სულ სიკეთეში. თქვენს მადლობა ნდობისთვის და იმისთვის, რომ მოდიხართ და ხატავთ და ხვდები, რომ ტყილა არ ვატარებ ამ ეთერებს და ეს მნიშვნელოვანი არის და ვინმეს რამეში მაინც ეხმარება. მიხარია. ეს ამბობდი ხო, ტვინი რთავს წინააღმდეგობას და ეს წინააღმდეგობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ასპექტებში, მაგალითად ფიზიკურზე. როგორ ვლინდება? ამტკივდა ხელი, დამეძაბა ხელი, ფეხზე მაქვს გადადებული და გადაჭერილი მაქვს ფეხები გადასკვანჯული მაგიდის ქვეშ.
რაღაცა ამტკივდა თავი, ამტკივდა ზურგი, გულის რევის შეგრძნება შეიძლება გქონდეთ, რაღაცა აჩქარებული გულისცემა შეიძლება გქონდეთ. მოკლედ, შეიძლება სხვადასხვანაირად ფიზიკაზე იგრძნოთ, ფიზიკური სხეულის დონეზე. მაგრამ ეს არის ნორმალური, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ოკეი, ახლა ესე ვარ, ეს ტვინმა ჩართო წინააღმდეგობა, რომ რაღაცები არ შევცვალო და გვახსოვს, რომ ეს არის პროცესის ნაწილი, არ ვშფოთავთ ამაზე, უბრალოდ ვაგრძელებთ ხატვას. როგორც წესი, ხატვის ბოლოს 80% შემთხვევების ხდება ისე кейსების, რომ ხატვის ბოლოს უკვე არაფერი აღარ მტკივა და ეს რაღაც წინააღმდეგობები ხდება ტვინი, რომ დამთავრდა უკვე პროცესი და აღარ აგრძელებს. ზოგჯერ თუ საკმაოდ ისე წავიდა პროცესი ინტენსიურად და ბევრი ხაზი გვაქვს, ხო? ხდება ისე, რომ რამდენიმე საათი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს მას მერე, რაც დავასრულე ხატვა. ამიტომ არ შეგეშინდეთ, ეს პროცესის ნაწილია. პირიქით, ყოველთვის ვეუბნები იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად ხატავს, რომ გიხაროდეთ, თუ გიგრძნობთ, რომ წინააღმდეგობა, თუ გიგრძნობთ, რომ რაღაცა გტკივათ, ან თუ რამე წინაღობას გრძნობ, ეს ფიზიკაზე არის ტკივილი. მენტალური წინააღმდეგობა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ, რომ ვიწყებთ ფიქს, რომ რა დებილობას ვაკეთებ ახლა, აი ნახატმა რანაირად უნდა შემიცვალოს რამე, როგორ უნდა დამეხმაროს, არ მჯერა რომ დამეხმარება და ეს ტვინი იწყებს, მოკლედ ყველანაირ ხერხს იყენებს იმისთვის, რომ მისი ჭკუით დაგიცვას იმ ცვლილებებისგან, რომელშიც შენ მიდიხარ. იმიტომ რომ ვერ ხედავს იქ უსაფრთხოებას. არ არის მისთვის უსაფრთხო ეს ახალი. არ გიშვებს ამ სიახლეში და ძულებულს ხდის თავისი ჭკუით, რომ დაგტოვოს ამ ძველში. მაგრამ ჩვენ ვართ ცნობიერებული არსებები და ჩვენი ცნობიერი ნაწილით ამას ხვდებით, ვაცნობიერებთ და გააზრებულად ვდგამთ იმ ნაბიჯს, ხედავთ, რომ ის სადაც ვცხოვრობ და როგორც ვცხოვრობ, როგორც ვიქცევი, თავს როგორც ვგრძნობ, ეს არ არის ის, სადაც მინდა რომ ვიყო, შესაბამისად მე მჭირდება ცვლილება. უბრალოდ ვაგრძელებ პროცესს. ვცდილობ, რომ ჩემი ყურადღება მოვაშორო აი ამ პროცესს, ფიქრის პროცესს, რომელიც მერთვება, თუნდაც იმ ტკივილს, რომელსაც მომენტში ვგრძნობ, გადავიტანო ყურადღება ჩემს მიზანზე. ან უბრალოდ, რა ვიცი, სულ ერთია, რაზეც გეფიქრებათ, იფიქრეთ. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, რაზე ფიქრობ, პროცესში ეს მაინც მუშაობს. ხო, კიდევ მინდა გითხრათ, რომ იმუშავებს ზუსტად იმდენად, რამდენადაც ენდობით პროცესს, მიენდობით პროცესს და რამდენადაც მისცემთ მას საშუალებას, რომ სიღრმეში ჩავიდეს და იმუშაოს. რაც მეტი ხაზია ზოგადად, ხო, მით უფრო კარგად მუშაობს. მაგრამ ახლა აქ ვერ მოგიწოდებთ ბევრი ხაზების გავლებაზე, იმიტომ რომ მე პროცესის უფრო მწვავე არის. თვითონ, ამიტომ აი რამდენსაც ფიზიკურად, ასე ვთქვათ, აიტანთ, იმდენი ხაზი გაატარეთ. როგორც წესი, ახლები დასაწყისში შედარებით ნაკლებ ხაზს ატარებენ და ვიზუალურად ძალიან ებევრებათ ხოლმე, მერე რომ ადარებენ ნახატებს, ცოტა ხნის მერე რომ ხატავენ ისევ, უკვირთ ხოლმე, რომ და ამას რომ ხატავდი, მეგონა რომ რაღაცა რამდენი ძალიან ბევრი ხაზი გავავლე და თურმე პრინციპში დიდი არაფერი ხო არ გამივლია. მერე ნელ-ნელა უმატებენ ხოლმე და კიდევ შედეგზე ძალიან კარგად მოქმედებს გამეორება. ანუ ვიმეორებ ბევრჯერ ერთი და იგივეს. ნახატს გულისხმობ, ანუ ხატავ ბევრჯერ. ერთად არის თუ მინახეთ თუ პროცესში მივხვდი რომ რაღაცა მტკიოდა ხელი ზურგი გული მერეო და თვალი რა ვიცი თავი და მივხვდი რომ ბოლოში გავედი ნახატის და მაინც დისკომფორტს გრძნობ ან ვიზუალურად მაინც არ მომწონს ის რაც დავხატე ეს ნიშნავს იმას რომ არ დამუშავდა ბოლომდე ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უნდა დავხატო და кейსებად ხატავენ ხოლმე ხო კიდევ არის ესეთი ხერხი რომ кейსებად ხატვის პროცესი და ეს რას გულისხმობს ახლა ეს ალგორითმი ხო იქნება Instagram-ზე და
მედება გახსნილად, ხო, წვდომაში. შეგიძლიათ თუ კი შეძლებთ რომ ადგეთ და აი თქვათ, ვიცი, ერთი კვირა, 10 დღე, ყოველ დღე დაუთმოთ ამას დრო და ყოველ დღე ხატოთ. მერწმუნეთ რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. აი დამერწმუნეთ რომ ეს იმხელა ბიძგს იმდენ ენერგიას მოგცემთ იმისთვის რომ რაღაცაები აკეთოთ ახლებურად. ცები აკეთოთ სათქვენოთ. ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველაფერს შეცვლით, ყველა სფეროს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წყენებში არის ძალიან ბევრი ენერგია. და ალაგებს ბევრ სფეროს პირდაპირ და ირიბად. სულ რომ მეტი სხვა არაფერი არ აკეთოთ და იჯდეთ და ეს ხატოთ, შეთვალეთ რომ ძალიან დიდი ცვლილებები გელით. ხო, როგორც გავაგრძელებ ხა წინააღმდეგობაზე. მოყოლას ფიზიკურად შეიძლება გამოვლინდეს ანუ რაღაცების ატკიებაში ან რაღაცა დისკომფორტებში, დაძაბულობებში და ასევე შეიძლება გამოვლინდეს მენტალურზე ფიქრებით, გამოვლინდეს ემოციურზე. თუ ასპექტში ანუ წამოვა ემოციები, შეიძლება გეტირებოდეთ და იდირეთ, გამოუშვით ეს ემოცია, რომელიც წამოდის, რომელიც წამოვა, იმიტომ რომ წყენა როგორც წესი ისეთია, რაც და მძიმეა, სევდაა და გვიხარია, ხო? გაგვიხარდეს ყოველთვის, როდესაც გრძნობთ, რომ ემოცია ჩაირთო, როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცა ამტკივდა. სიხარულით შეხვდით ამას და მადლიერებით შეხვდით ამას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ კალმის წვერი, ან მარკერის მოარტყით ზუსტად რაღაცა ისეთ სიღრმისეულ ბლოკს და ეხლა ხდება მისი გამოთავისუფლება და პირიქით, ანუ ეს არის ძალიან კარგი. ეს არის მიზანი. იდეაში ამის გამო ვხატავთ, ხო? დასატანჯად ხო არ ხატავთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი და თუ კი რაღაცებს გძნობ, ეს სწორედ ამის ინდიკატორია. არიან ადამიანები, ვინც ესე ფიზიკურადაც ვერ გძნობენ, არის ასეთი შემთხვევებიც. ვერ გძნობენ დისკომფორტებს, ემოციებიც არ აქვთ, მენტალურადაც მშვიდად არიან და ხატავენ, იმიტომ რომ აქვთ, თქვათ, ნდობის ფაქტორი ინსტრუქტორის მიმართ, რომელთაც ხატავენ. მაგრამ არის კიდევ ერთი ასეთი ასპექტი, სადაც შეიძლება ვნახოთ მდგომარეობა და ვნახოთ როგორ იცვლება ხოლმე ეს დამოკიდებულება პროცესში. ხუჭავთ თვალებს და რომ შეიძლებოდეს წარმოდგენა, როგორ გამოიყურება ეს ჩემი წყენები, რომელსაც ვხატავ, აი რას ვხედავ. რა ხატებას ვხედავ ამ დროს, რა არის, რას გავს ეს დიდი ლოდია, მთა, რაღაცა ეკლებიანი ყვავილია, ბუჩქია. შეიძლება რაღაცა დიდი ბურთი იყოს, მძიმე ან მსუბუქი, რაღაცა ცივი ან ცხელი. აი როგორ გამოიყურება დასაწყისში რო გახედოთ. და მერე დროთა განმავლობაში ხატვის დროს პერიოდულად შეხედოთ ხოლმე და გაოცდებით, იმიტომ რომ დაინახავთ, რომ ეს ობიექტი იცვლება ეტაპობრივად, როგორც იცვლება ნახატი. აი ნახეთ, ახლა ამ ეტაპზე მივედით იქ, რომ ყველაფერი დავამრგვალი, ანუ ჰარმონიზების ეტაპი პიროვნული ქვეცნობიერის პირადი ლეველი რაც არის ფსიქიკის შრის, ამ ლეველზე თუ კი რამე ის მქონდა ბლოკი ხო და თუ კი რამე მქონდა ისეთი კონფლიქტური გავუშვი. ეხლა უნდა ჩავიდე უფრო სიღრმეში, კოლექტიურთან უნდა შევაერთო ეს ყველაფერი, ანუ კოლექტიურ ქვეცნობიერის შრეზე ჩავდივარ. როგორ ვაკეთებ ამას? ვავლებ რამდენიმე ხაზს დამატებითად სივრცეში, სიცარიელეში, რომელიც გარშემოა. ოღონდ ისევ ვცდილობ, რომ ეს ხაზი იყოს ნეიროგრაფიკული. მქონდეს აზრი ამ ხაზების გავლებას და უბრალოდ ხატვის გაკვეთილზე არ ვიყო, ხო? ანუ წინაღობით მივყავს. შევავსე ხა, აღარ მინდა მეტი, იმიტომ რომ როგორც ჩანს მართლაც ჩემი ქვეცნობიერი გრძნობს. მამჭირდება ბევრი ხაზის გავლება. არ უნდა, აი ნახეთ, დააკვირდით ყოველთვის სხეულს, რამდენი ხაზის გავლება უნდა. სხეულმა ყოველთვის უკეთ იცის, რომ აი საკმარისია თუ არა. ხა ბევრჯერ რომ დახატავთ, აი მაგის თუ
ხალხური შეგიძლიათ ადევნოთ პროცესში, თუ კი გადაწყვეტთ და ამ ერთ კვირას ან 10 დღეს და ყოველდღე დახატავთ, დაინახავთ, როგორ შემცირდება ხაზების რაოდენობა. ანუ თავიდან შეიძლება ბევრი ხაზი მოგინდეთ და მერე ნელ-ნელა უფრო შემცირდება ეს რაოდენობა, იმიტომ რომ იგრძნობ, რომ აღარ ჭირდება ამდენი ხაზი, ანუ დამუშავ და გავუშვი უკვე რაღაცები. გავიმეორებ კიდევ, რომ ამ ალგორითმის ხატვა შეიძლება შიშებზე, ნეგატიურ სიტუაციებზე, ანუ ამ შემთხვევაში თითოეულ ფიგურას არქმევ რაღაცა შიშის სახელს კონკრეტულის. ან კონკრეტული ადამიანების გაშვება შეიძლება, ხო? არქმევ კონკრეტული ადამიანების სახელებს. ახლა ეს იმ ადამიანებზე ესე კი არ მოქმედებს პირდაპირ, მაგრამ შენი დამოკიდებულება იცვლება და მეორე ადამიანი ყოველთვის ამას გრძნობს. ქვეცნობიერად, გულისხმობ ახლა ცნობიერად. შეიძლება ერთი სიტყვა არ უთხრა, მაგრამ უცებ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება შენს მიმართ. უამრავი მაგალითი მაქვს ამისა, რომ როდესაც ადამიანები ხატავენ რაღაცას ადამიანებთან დაკავშირებით და იმ პროცესშივე გამოჩნდება ხოლმე ის ადამიანი, ვიზეც ხატავენ. ან რეკავს, ან იწერება, ან იმ დღეს გამოჩნდება, გააქტიურდება და ამისთვის მზად იყავით და მიიღეთ ეს როგორც ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ქვეცნობიერთან ისე კონტაქტობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა მანძილს და სად არის და როგორ არის, როგორც კი ჩემთან რაღაცა იცვლება ჩვენ სისტემაში, ესე პაზლივით არის ჩასმული და აი აქ რომ მე რაღაცა შევცვალე და რაღაცები გამოვაცალე, აი აქ მეორე გზნობს ამას და ხდება რაღაცნაირად მორგება თავიდან იმისთვის, რომ ახლა მოერგონ ახლიდან ერთმანეთს, ხო? ანუ ეს სისტემა ესე მუშაობს ფსიქოლოგიურად. ქვეცნობიერი გაცილებით უფრო მძლავრია ვიდრე ცნობიერი. მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია და გაცილებით უფრო სწრაფად. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რაც არის არქეტიპირება. ახლა ეს არის გულისხმობს, ამ ეტაპზე ვამუშავებთ ფერით, ვაფერადებთ, ესე რომ ვთქვათ, მარტივიანით და აქ მუშავდება ეგრეგორი არქეტიპის შრე. ახლა არის მნიშვნელოვანი ფერის გაფერადებისას, რომ არ გავაფერადოთ აი ესე აქ ერთი ფრაგმენტი ყვითლად, მერე აქ პატარა ერთი, მერე კიდე აქ, მერე აქ, არა. ანუ ნახეთ ფერი რომ დამუშავდეს რამდენიმე ფრაგმენტს ვაფერადებ გვერდ. თვითონ ნახატი წარმოგიდგენთ უნდა გავდეს რაღაცა თითქოს აი მდინარე მიედინება, ხო? დენადი უნდა იყოს თითქოს სადღაც მიედინება, რაღაცა მოძრაობას უნდა ვხედავდე ამ შემთხვევაში. ხდება ფერის ენერგიის შეშვება. ეს ფერი მიედინება ამ ნახატზე. და ესეც არ ვაფერადებთ, აქ ერთი ბურთი სხვა ფერი, მეორე სხვა ფერი, მესამე არა, ნახეთ, აი გაიარა ამ ყვითელმა და შეუერთდა იქეთ იმ ნაწილს. აქეთ გააგრძელა დენა. თქვა ჩამოვიდა სადღაც აქ. რაღაცა ძალიან ჩუმად ხართ, ისე ხატავთ, რომ არ გაქვთ შეკითხვები დავიჯერო? აბა, ვსკროლო. რამე ის მომეცით რა ქვია. ნიშანი რომ მიხვდე რომ ცოცხლები ხართ. და რო ხატავთ. ისე შეიძლება ბევრი თქვენგანი უყურებს, ახლა უბრალოდ და მე აპირებს ჩანაწერით დახატოს, ესეც ვიცი რომ ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც გამიხარდება თუ რამეს აქ ნიშანს მომცემთ, რომ ისმენთ და რომ მოგწონთ და რომ გძნობთ რამეს. აბა რამეს თუ გძნობთ ახლა პროცესში, ვინც ხატავთ, მოიწერეთ. ხატავთ გიჟები ვითო იწერება, აგერ. ერთი გოგონა, არ დავასახელებ ვინ. თქვენ ალბათ რამდენიმე ერთად ხატავთ მან, ხო? დაჯგუფთით და ერთად ხატავთ, ხო? მიგითხე ყველა, ვინც ხატავთ. ახლა სხვა ფერი, ნახეთ, სხვა ფერი ავიღე. და ისევ აქაც ფერის ნაკადი მინდა რომ რაღაცნაირად შევიდეს. ვიცავ, ნახეთ, აი ამ ხაზების ფარგლებში ვხატავ, არ გადავდივარ სადღაც, სადაც არ მინდა რომ გადავიდე. მხოლოდ იქ. ოპ, კაი, აქაც თუ გავედი, მაშინ აქაც.
ფერზე შეიძლება, რა თქმა უნდა, უსაზღვროდ ლაპარაკი და ძალიან დიდხანს და ბევრი საინტერესო ამის, მაგრამ მოკლე ეთერში ახლა ეს ვერ ჩავეტევით. ცალკე კურსიც არსებობს Neurocolor, სადაც განვიხილავთ რა ფერის ენერგიები გვჭირდება მეტად. რა ფერი ჯობია რომ გამოვიყენო ნახატებში. ჩემ შემთხვევაში რომელი ფერის ენერგია არის ჩემთვის ის, რომელიც დამეხმარება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც მერე უკვე ვისაც დაგაინტერესებს და საომალოდ მოგინდებათ ხატვა, გააგრძელოთ, შეგიძლიათ უკვე კურსებზე მოხვიდეთ, რომელიც მექნება ჩანაწერში უახლოეს მომავალში და შეძლებთ რა შეიძინოთ და თქვენთვის მოსახერხებელ დროს ხატოთ. ისეთ დროს, რა თქმა უნდა, რამდენი ხატავთ ერთი მითხარი, რამდენი ხართ მან. თქვენთვის მოსახერხებელ დროს ხატოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ. კიდევ გაგიმეორებთ, რომ რაოდენობა ნახატების кейსებად დახატვა, ანუ ერთი ნახატის რამდენჯერმე დახატვა აძლიერებს ეფექტს ძალიან. რაღაცნაირი ფერები თუ ხატავ ნეტა რა ხდება ჩემ თავს, არა მე კი ვიცი რაც ხდება. ავიღე ხა შემდეგი ფერი და აგრძელებ გაფერადებას. ამდენი დაგვრჩა დრო დაგვრჩა კიდევ დაახლოებით 10 წუთი. ფიქრობ რომ მოვესწრებთ. ბევრი. ჩემი ჯგუფი მყავს. ყველა არ მიიღე ის შემოთავაზება ჩემგან, როგორც ჩანს. უკვე ჯგუფებს აგროვებ შენთან. შენც უფასოდ ყავს? შეგიძლია მიაქირავო სახატავი ადგილი შენთან. შენთან ხატვა ფაქტიურად, რა ვიცი, ჩემთან ხატვას უდრის დაახლოებით იმდენი ხანია ხატავ ჩემთან ერთად, რომ სწორად შეგიძლია მისცა მიმართულება ადამიანს. რომელიც ჩემთან ერთად დახატავს. აგრძელებ გაფერადებას, ხო, ის თქვა მინდა და კიდე ნახეთ, მნიშვნელოვანია, რომ მოგწონდეთ თქვენი ნახატი. თუ ნახატი რაღაცნაირად ხვდები, რომ ვიზუალურად არ მომწონს, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ჯობს, რომ გავიმეორო და დავხატო. ანუ ესეც დამუშავების სიღრმეს კავშირდება და დამუშავების ხარისხს რამდენად დავამუშავე უკვე. თუ არ ვარ კმაყოფილი, ნახეთ, აი ეს კმაყოფილების შეგრძნება ბოლოს თუ არ მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმჯობესი იქნება, რომ კიდევ დავხატო. კიდევ ერთხელ. ფერებს ახლა მე ამ შემთხვევაში ვირჩევ უბრალოდ ესე ვიღებ იმ ფერებს, რომლებიც რატომღაც ამ მომენტში მსიამოვნებს. შეიძლება გაგიკვირდეთ და ისეთი ფერებით მოგინდეთ ხატვა, რომლებიც ცხოვრებაში ესე ზოგადად არ გიყვართ დიდად და არ გიждებით და არ იყენებთ და მსგავსი რაც ასეც მელი გაქვთ და არც ნივთები, მაგრამ ეს არ არის ცნობიერი არჩევანი. ცნობიერი ირჩევს ხოლმე ამ დროს ფერის ენერგიას, რომელიც ჭირდება ამ კონკრეტული ხატვის პროცესში. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ. ნახეთ, აი აქ გამორჩა ერთი თეთრი ფრაგმენტი, ხო? ერთი ფრაგმენტი არასდროს არ უნდა იყოს ესე მარტო რამე ფერი. ანუ ყოველთვის უნდა იყოს რაღაც ფერთა ფრაგმენტების სხვა ჯგუფთან ფერით გაერთიანებული, ამიტომ არ ვტოვებ იმ თეთრს. თუმცა თეთრი არის ის ფერი, რომელიც შეიძლება დიაში რომ დავტოვოთ მარტო. ერთადერთი ფერია, რომელიც შემილია დავტოვო ერთი ფრაგმენტი და არაფერი ამით არ დაშავდება, ფერი მაინც დამუშავდება, თუმცა მაინც ფიქრობ, რომ ჯობესი იქნება, რომ გააფერადოთ. ნახეთ, აი აქ შემილია, ახლა საერთოდ ეს თეთრი ნაწილები დავტოვო, ნეიროგრაფიკა გაძლევს ამის საშუალებას და გეუბნება, რომ 20-25% ნახატის შეგიძლია რომ დატოვო თეთრი და არ გააფერადო. მაგრამ
ესეც თქვენი ნებაა, ვიღაცას მოწონს მთლიანად შევსება ფერში, ვიღაცას მოსწონს რაღაცა მონაკვეთის დატოვება, ეს უკვე თქვენი გემოვნების ამბავია. ნახეთ, აი რაღაცა ეტაპზე რომ მიხვედით და ფიქრობთ, აბა მომწონს თუ არ მომწონს, ახლა ეს ჩემი ნახატი, ახლა მე რო უყურებ, რაღაცა არ მომწონს ბოლომდე და ახლა ვეძებ იმ ფერს, რომელიც მე სიამოვნება და დამიბალანსებს ახლა ამ მდგომარეობას და უფრო მომეწონება. ჩემი გადახდის სისტემა მაქვსო და ჩაქსვავ წილშიო. მე ამ შემთხვევაში არის რომ შემოგიერთდე, იმიტომ რომ ანგერ გაცემაზე ვარ გადასული და არ იქნება სწორი. მინდა მაქსიმალურად რომ გავცე ახლა რასაც ვაკეთებ იმისთვის, რომ შევძლო იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც უნდათ ნეიროგრაფიკის მოსინჯვა და ვერ ახერხებენ რაღაცა ფინანსური მიზეზების გამო და პლუს ან დროში ვერ ვერ უთმობენ ისეთ დროს, რომ თავის თავს მუშაობენ ბევრს, ან რა ვიცი, ბავშვი ყავთ პატარა და ვერ უთმობენ ამ ხატვას დროს. აქ ახლა მომინდა რაღაც ხაზების დამატება და ესეც არის შესაძლებელი, თუ გძნობთ რომ არ გიყოთ და სიცარიელია. საინტერესოა. მე თქმა უნდა ის რომ ფიგურას ვამატებ, ახლა თან ვადევნებ თვალყურს, თვითრეფლექსიით ვარ ჩართული, ანუ ვაანალიზებ, რომ ფიგურაზე მომინდა დამატება ხაზების, ანუ არ მეყო. ეს ნიშნავს, რომ აი იმპულსი რო წამოვიდა შიგნიდან ხაზის დამატების, ესე იგი ქვეცნობიერი გრძნობს, რომ იქ კიდევ არის საჭირო მეტი ენერგიის გაშვება რა არის ხაზის გავლება, ხო? მე ფერის კიდე, ფერიც ენერგია. ამ შემთხვევაში ახლა სურვილების მანიფესტაცია როცა ხდება ნახატით, პირდაპირ უკვე მოქმედებებს აკეთებ, უკვე სამყაროს ამაჩვენებ, რომ ეს სურვილები ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხო, როცა ნეიროგრაფიკულად ხატავ. აჩვენებ, რომ აი მე ვდებ ამაში, მე ჩემ ნაწილს, ჩემ 50%-ს, ჩემის მხრივ რაც შემიძლია გავაკეთო ამ ეტაპზე, ვაკეთებ და საოცრებები ხდება ხოლმე მერე, იმიტომ რომ სამყარო იწყებს ხელის შეწყობას, გეხმარება. და უცებ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას. ანუ უცებ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც რაღაცა იციან ამასთან დაკავშირებით და ინფორმაცია მოგდით, მოკლედ. ძალიან საინტერესოდ მუშაობს ხოლმე ზოგადად ეს მეთოდი, მაგრამ ფაქტია, რომ მუშაობს. უამრავი ფაქტი მაქვს ამის და ვდებ ხოლმე კიდევაც თორებში, ხო, ვინც მიყურებთ, ალბათ ნახულობთ, ხო, როგორ იცვლება ცხოვრება, როგორ შეგიძლია, რომ ყველაფერი ჯერ შინაგანი მდგომარეობა რამდენად იცვლება და როგორ ძლიერდები და მე რამდენი სურვილის და მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი ამ მეთოდით. აბა ვისაც გიხატიათ აქამდე ჩემთან ერთად მოიწერეთ აბა კომენტარებში რამე ერთი ცვლილება, რომელიც მოხდა თქვენთან ნეიროგრაფიკის წყალობით. ხო, მნიშვნელოვანია, რომ ხატვის დროს დალიოთ წყალი, ნახეთ. წყალი ხელს უწყობს ხოლმე ამ პროცესებს ძალიან კარგად, იმიტომ რომ კარგი გამტარია. ეხლა გადავდივარ შემდეგ ეტაპზე, რაც არის რა ქვია მაგას არის ჩემი შავი მარკერი, აბსოლუტის ეტაპი. ანუ ამ ეტაპზე ვავლებ აბსოლუტის ხაზებს, ჩავდივარ სულის, ფაქტიურად სულის დონეზე, ხო? ანუ ვიცით, რომ ფსიქიკაში სიღრმისეულად ყველას გვაქვს ის ნაწილი, ის ღმერთის ნაწილი, გნებავთ იმ სამყაროს ნაწილი. რომელი ერთი მოვიწერო, ყველა მოიწერე, აბა. რა შეიცვალა შენთან. ანუ ნახეთ, მნიშვნელოვანია ძალიან, რომ მივხვდეთ და გავიაზროთ, რომ გარდა იმისა, რომ ვარ მე სოციუმი, ხო, ვარ სოციუმის ნაწილი, მე შემდეგ ჩავდივარ არქეტიპი ეგრეგორი, რაც არის ვარ ჩემი გვარის ნაწილი, რაღაცა სხვადასხვა სტრუქტურის ნაწილი, ხო, ჩემი საგვარეულოა თუ ჩემი სამსახურია თუ ჩემი ჰობია,
სულ სიღრმეში არსებობს ის შრე, რომელიც არის სული, რომელიც არის სამყაროს ნაწილაკი. ის პატარა, რაც სიცოცხლე საიდანაც იწყება, ხო, რაც სხეულს აცოცხლებს, რაც აძლევს მას აი ამ სიცოცხლეს და ენერგიას იმისას, რომ იცხოვროს და რაღაცები შეცვალოს. აი ამ ნაწილს მიმართავთ თითქოს აი ამ ხაზებით. ამ ხაზს ვავლებ A4-ზე თუ ხედავთ, გავავლეთ 3 ხაზი. შეგიძლიათ მიიყვეთ არსებულ ნეიროგრაფიკულ ხაზებს თქვენსას. უბრალოდ უნდა გაიაროთ მთელი ნახატი. სადღაც გადავკვეთე, იმიტომ რომ არ მაქვს ხაზი და სადღაც ისევ შევუერთდი. ეს ხაზი უნდა იყოს ბევრად უფრო მსხვილი და კარგად გამორჩეული. ანუ უნდა არჩევდეთ ნახატს, რომ შეხედოთ, არ უნდა ეძებოთ ეს ხაზი, იმდენად მსხვილი უნდა იყოს, რომ და ხედავდეთ რა მოკლედ მას გამორჩეულად ეს სხვა დონის ენერგია არის, ხო ეს ბევრად უფრო ძლიერია. ნახე ეს წვრილი ხაზები, რომლებიც მანამდე გავავლეთ, ეს არის ჩემი ენერგია და აი ეს არის აბსოლუტის ენერგია, სულის, ღმერთის, სამყაროს იქნება, რისიც გჯერათ. მეორე ხაზი მიმყავს მიუყვები არსებულს. ანუ ამ ეტაპზე ეს ეტაპი გულისხმობს იმას, რომ მე ვუშვებ კონტროლს და მე ვაძლევ საშუალებას, რომ ჩემმა სულმა, ჩემმა იმ ნაწილმა, რომელიც სამყაროსთან მაკავშირებს, გადაწყვიტოს როგორი სცენარი მოვლენების განვითარების, რომელია ჩემთვის სასიკეთო, ყველაზე უფრო სასიკეთო. ხშირად ხდება, რომ უცებ რაღაცეები რთულდება, როცა ვიწყებთ ხატვას, თითქოს მძიმდება, თითქოს რაღაცეები იწყებს ნგრევას და ამ დროს არ უნდა შეგეშინდეთ, ანუ ნახეთ, ამან არ უნდა შეგაშინოთ ადამიანი, ანუ უნდა მიხვდეთ ადამიანი, რომ ეს რაღაცა ცვლილებების პროცესი, რომელიც ახლა დაიძრა, ეს რაღაცას შეცვლის ჩემთან და მოდი მივენდობი, ხო, მივდივართ ნდობაში, მიმღებლობაში, რომ რადგან მე ვთქვი, რომ ვენდობი და მე გავუშვეს ჩემი განზრახვა, სამყარომ უკეთ იცის რა არის ჩემთვის უკეთესი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ სამსახურში ყოფნა, კონკრეტულ ურთიერთობაში ყოფნა შეიძლება მეჩვენებოდეს, რომ ჩემთვის სასიკეთოა, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს, რომ ის რომ ეს სამსახური ან ეს საქმე ან ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, თურმე რა კარგი ყოფილა. აბა ნახოთ, იწერება, რომ საკუთარ პორტრეტზე რომ ხატეთ, ჩემთვის ეგ იყო სასწაული, მის მერე გიზდებით ჩემ თავზე. ხო, აი ხა ხედავ. საოცრად მუშაობს. ნეიროპორტრეტიც ერთ-ერთი ძალიან ესეთი მძლავრი ალგორითმია და საკუთარი თავის მიღებაზე მუშაობს. რაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივეა პრაქტიკულად აი აქ რასაც ვხატავთ, ხო, მეზე წყენების გაშვება. მეზე წყენებით არ გავუშვი, არაფერი არ მეშველება. იქნები სულ გაბუტული და ვერაფერს ვერ შევცვლი. ეს ხაზები რო გავავლე, ხა აუცილებლად ამ ხაზებსაც ვამრგვალებ. ამ ხაზების ენერგიას ფაქტიურად ვაჯაჭვებ ხა ჩემი ნახატის ენერგიასთან, ხო, აი ამ ჩემი გავლებული ხაზების. ესენიც უნდა დავაკავშირო ერთმანეთთან ამ დამრგვალებით, აუკეთო ჰარმონიზება იმისთვის, რომ ამუშავდეს ეს ენერგია, ჩაერთოს აქ. შეგიძლიათ თითოეულ ხაზს ჩაუთქვათ სახელი და არქვათ, რომ რის ენერგიაა. ეს უმაღლესი ვიბრაციის ენერგიაა, ხო, აბსოლუტის ხაზები. შეიძლება იყოს უპირობოდ სიყვარული, შეიძლება იყოს უპირობოდ მიმღებლობა ადამიანების, შეიძლება იყოს მინდობა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება იყოს მადლიერება, ხო, მადლიერება არის ერთ-ერთი უძლიერესი ენერგია. ადამიანები მეც, მაქვს ეს გამოცდილება, რომ უბრალოდ რომ წერ მადლიერების დღიური გაქვს და ყოველდღე წერ ისი მადლიერი ხარ, თუნდაც იმის, რომ მზე ანათებს, რომ კარგი ამინდია, რომ გავიღვიძე, რომ მაქვს საშუალება, რომ ვიცოცხლო, რომ ვარ ცოცხალი, რომ ვარ ჯანმრთელი, არ ვიცი, რომ მყავს გვერდით ესა თუ ის ადამიანები, რომ შემიძლია ვაკეთო, არ ვიცი, საქმე, რომელიც მიყვარს, რომ შემიძლია გავისეირნო და ვნახო მეგობარი, რომელთან შეხვედრაც მახარებს, ხო? ანუ შეიძლება, რომ მოვძებნოთ ეს ყველაფერი, ანუ ვეძებთ რაღაცა გლობალურს, ხო, დასაწყისში, როდესაც მადლიერების გამოხატვას ვიწყებთ,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადლიერება გამოხატოთ გულწრფელად. თუ ეს მადლიერება მოდის თქვენგან გულწრფელად, ეს ნიშნავს, რომ წყენა გაშვებული გაქვთ და მადლიერი ხართ ამ გამოცდილების, რომ ის რაც მოხდა, ამან რაღაცა მოგცათ, რაღაცა გასწავლად. ბევრად უფრო ძლიერი ხარ, იცი მსგავს სიტუაციაში, მაგალითად, როგორ მოიქცე, ან იცი რა მდგომარეობაში აღარ გინდა რომ აღმოჩნდე. და ამ მადლიერების შეგრძნებას თუ მოახერხებთ, ეს არის კატალიზატორი საერთოდ ყველა მოვლენის. პოტენციურად ყველა იმ დადებითი სცენარის განვითარების, რომელიც არსებობს გარშემო. ნახეთ, სამყარო და ზოგადად გარშემო, რასაც ხედავ, არის შესაძლებლობების პოტენციალის ველი. ანუ ყველაფერი, რაც მე წარმომიდგენია და რაზეც ვოცნებობ, ჩემს გარშემო უკვე არის. უბრალოდ მე უნდა გავუკეთო მას მატერიალიზება, გამოვამჟღავნო ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოჩნდეს. იმისთვის, რომ გამოჩნდეს, უნდა მოვიმოქმედო რაღაცა. ხატვა არის მოქმედება ამ შემთხვევაში. ხატავ და მე ეს ხატვა ცulis შენ დამოკიდებულებებს, ცulis შენ ყოველდღიურ მოქმედებებს, ცulis შენი აზროვნების შაბლონებს და სხვანაირად იწყებ რაღაცების კეთებას, რასაც მე მოაქვს ის შენს ცხოვრებაში, რაც ასე ძალიან გინდოდა. თუ რაღაც არ მიდის შენი ცხოვრებიდან და მუდმივად ტრიალებს ერთი და იგივე შაბლონზე, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ერთი და იგივე საკეთებ არასწორად ყოველთვის. და ამის დაძლევას ემსახურება სწორად ნეიროგრაფიკა. ყველა სხვა ინსტრუმენტიც, რა თქმა უნდა, ნეიროგრაფიკის გარდა არსებობს ხო კიდე სხვა რაღაცები, მაგრამ ნეიროგრაფიკა ერთ-ერთი მძლავრია, იმიტომ რომ ერთიანად გაშვებინებს ბევრს. აი, რამდენ გადაკვეთისაც ხედავ იმდენს. და ერთ თემას არ უტრიალებ, თქვათ საათობით ხო, რაღაცა 1 საათში, ფაქტიურად 1 საათი გავიდა, დავხატეთ, რა ვიცი, აი, რამდენი წყენა გავუშვით. მე ძალიან მომწონს ჩემი ნახატი და ძალიან რაცა სითბო მაქვს შეგნით ცხელში, ის დაძაბულობები, რომლებიც მქონდა, ყველა სათხაც წავიდა. ძალიან მომწონს, როგორ მიედინება ეს ფერები, როგორ აბალანსებს ერთმანეთს, როგორ ავსებს. აი ესეთი შვიდი და ძალიან გაწონასწორებული და დაბალანსებული მდგომარეობა მაქვს და თავიდან რო დავხატე, ვიგრძენი როგორ წამოიწია ის რაღაცა ბასრი საკითხები, ბასრი კონფლიქტები, რომლებიც როგორც ჩანს არ იყო დამუშავებული ამ ეტაპზე. ეხლა ფიქსაციის ეტაპი დაგვრჩა, რაც არის ხათი რომელიმე ფიგურას თუ ვუყურებ და ვხედავ, რომ აი რაღაცა არ მომწონს. შევალამაზებდი. აი რომელიღაცა ფიგურა, შეიძლება ეს 2 იყოს, 3 იყოს, მაგრამ ერთი არის აუცილებელი, რომ აი რაღაცა თუ არ მომწონს, იმ ფიგურასთან მივდივარ და იმ ფიგურაზე აქცენტს ვაკეთებ. აი რაღაცა მომინდა, რომ ეს გავამსხვილო გარშემო, ნახეთ. ეს არის ფიქსაცია ახლა ამ ფიგურის. თიკო. ამ ალგორითმში ცოტა სხვანაირად კეთდება ფიქსაცია. და იცი ახლა შენ ფიქსაციის ამბავი როგორ გიყვარს, მაგრამ აქ სხვანაირად კეთდება და დააგვირდი. ანუ უბრალოდ ვამსხვილებ, ხაზს უსვამ იმ ფიგურას, რომელსაც ვთვლი, რომ რაღაცა ხაზის გასმა მინდა, ან შელამაზება მინდა. ვასქელებ მის კონტურებს ფაქტიურად, უფრო გამოკვეთილს ვხდი ნახატზე. რაღაცეთ მომინდა, რომ ეს გამოვკვეთო, ეს კონკრეტული. შეიძლება წამოგივიდეთ ყველაზე ეს 4-ვე ფიგურაზე, რომელიც გარშემოა, თუ 4-ვეზე გაქვთ ასეთი შეგრძნება, შეგიძლიათ 4-ვეზე გააკეთოთ. შეიძლება რომელიღაცაზე მეტად მოგინდეთ ამის გაკეთება, რომელიღაცაზე ნაკლებად. ასეთ დასაშვები არის. ერთი ძალიან საყვარელი გოგოა, ახლა რატო გამახსენდა ნეტა. საინტერესოა. თან გამახსენდა ერთ-ერთ კონკრეტულ ფიგურასთან. როდესაც მუშაობდი ახლა ამ 4 ფიგურიდან. ძალიან დიდხანს ხატავდა ჩემთან ერთად და ამას წინათ მომწერა, რომ
მოვიკითხე, მომწერა როგორ ხარო და მოვიკითხე მეთქი რატო აღარ მომენატრესად ხარ, რატო აღარ ხატავ რამდენი ხანია, ამას უხარ ხატვაზე თქო და მითხრა რომ ის თითქმის 1 წელი ხატა, ის 1 წელი რაც ხატე, რაც დავხატე, ყველაფერი მატერიალის დავა, ანუ რაღაც ძალიან ლამაზი სახლი, რომელსაც სულ ხედავ და ხატავ და ზუსტად ეგეთი სახლი აქ ხა წალკიში ცხოვრობს. ყველაფერი ის რაც დახატა სურვილები. სხვა დანარჩენებიც, მოკლედ ყველაფერი აუსრულა და მითხრა რომ ნახე ჯერჯერობით რაც დავხატე, იმის მატერიალიზებითო დაკავებული და იმის მიღებითო და შემდეგი ეტაპისთვის რომ ვიქნები მზად რომ კიდე რაღაცები მივიღო, მოვალო. საინტერესოა. ზოგი ადამიანის შემთხვევაში, ანუ ძალიან სწრაფად მუშაობს და ფაქტიურად ყველაფრის მატერიალიზება ხდება ხოლმე, რასაც ხატავს. ზოგი ადამიანი ძალიან დიდხანს უნდება რაღაცა 1-2 თემის დამუშავებას. და აი დამიჯერეთ რა, ეს სტრატეგია ახლა რომელიც გამოვიმუშავე, ყენების გაშვების ჩვეულებრივად ბუსტს გაუკეთებს აი თქვენი სურვილების მატერიალიზებას და გამოიყენეთ ეს ალგორითმი მაქსიმალურად. დაჯექით და ზედიზედ, რა ვიცი, რამდენსაც მოახერხებთ. 1 კვირა, 11 დღე, 21 დღე, ყოველ დღე ხატეთ. ამერე მომწერეთ, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება. ჩემთვის ეს უკვე იქნება ეს დიდი ამბავი იქნება, ძალიან მადლიერი ვიქნები თუ კი მომწერთ. როდესაც ეს მომენტი დადგება. მოკლედ, აი ესე დავასრულეთ ახლა ჩვენ დღევანდელი ხატვა. თუ რამე კითხვები გაქვთ ახლა დამისვით, თუ კითხვები არ გაქვთ, ნელა დაგემშვიდობებით. როგორ მოგეწონათ ისიც მომწერეთ აბა ეს ალგორითმი. რა იგრძენით პროცესში. ეს შევინახავ და ვიცი რომ რაღაცა ისე დროს ვხატავ ცოტა შუა დღე ისეთი დროა რომ ალბათ ბევრი პირდაპირ ვერ ერთვებით, მაგრამ ყველას ხედავთ და შეგიძლიათ რომ დახატოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ამ ეთერს შევინახავ, Instagram-ზე იქნება. მადლობა, თქვენს მადლობა. მადლობა ნდობისთვის და ინტერესისთვის. მადლობა რომ მიყვებით ინტუიციას. მადლობა რომ ცდილობთ რომ რაღაცეები შეცვალოთ. მადლობა რომ თვლით რომ შეგიძლიათ რაღაცეები შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ცხოვრობს და იმყოფება სამსხვერპლის პოზიციაში და ფიქრობს რომ ის რაც ხდება მის თავს, ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებს და ემოციები ამაში ითრევს და აი ამ მდგომარეობაში ზოგჯერ წლებია იმყოფება ხოლმე. მე მინდა ზუსტად გითხრათ და მოგიწოდოთ რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლა. თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა აბსოლუტურად. თავარია რომ ამის გჯეროდეთ. ამას რომ დაიჯერებთ და ამას რომ მოინდომებთ, როგორც წესი, მე ინსტრუმენტებიც გამოჩნდება ხოლმე ამის შესაძლებლად, ადამიანებიც, რომლებიც 1000 რამეს მოგიყვებიან და მოგცემენ ამის შეცვლის საშუალებას და რა ვიცი, ყველაფერი გარშემო იწყებს თითქოს შენთვის ცხოვრებას, ყველაფერი. ისედაც, რა ვიცი, გაიხედეთ, გამოიხედეთ, ყველაფერი რაც გარშემოა, ეს თქვენთვის არის. აქ იმიტომ მოხვედით, რომ აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ხედავდეთ, ამ ყველაფერს განიცდიდეთ, ამ ყველაფერს გადიოდეთ. არაფერი არ არის შემთხვევითი. მადლიერებაზე იმდენი გელაპარაკეთ, რომ რა ვიცი, მე მგონი ჩამოვყალიბდი რას მოგცემთ მესამეს. მესამე საჩუქარი რა იქნება? აი უახლოეს დროში დაგახატინებთ მესამე ალგორითმს, რომელიც პრინციპში მოგცემთ სრულ კომპლექტს თქვენ თავთან მუშაობისას. გაუშვებთ წყენებს და ხატავთ აი მესამეს, რომელიც ხა მოვიფიქრეთ და კარგი გაგიმხელთ, რომ ვფიქრობ, რომ გახატინოთ მადლიერება. ანუ დახატავთ წყენებს, მერე დახატავთ მადლიერებას და მერე ჩაუჯდებით სურვილებს და დახატავთ სურვილებს და ნახავთ რამდენად მოკლედ მერე მომწერთ, რაც მოხდება თქვენ ცხოვრებაში, მერე თქვენ თავს და ნეიროგრაფიკას დააბრალეთ და მომწერეთ. დიდი მადლობა.
თქვენს მადლობა. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის, დიდი მადლობა რომ ხატეთ. გისურვებთ რომ მაქსიმალურად მოახერხოთ თქვენი წყენების, შიშების და ნეგატიური ენერგიის გაშვება, იმისთვის რომ შეძლოთ ცხოვრება ლაღად, მშვიდად, თავისუფლად და გახდეთ თქვენი ცხოვრების შემოქმედი. იმიტომ რომ ყველას გაგვაჩნია აი ეს ენერგია, რომელსაც ათავისუფლებთ, როდესაც უშვებთ წყენებს. ეს არის აი ეს შემოქმედებითი ენერგია, რომლითაც ქმნით თქვენ სამყაროს, რომლითაც ქმნით თქვენს ცხოვრებას გარშემო. ასე რომ წარმატებები და გემშვიდობებით. აბა კარგად. ოპს, უნდა ჩამოვხსნა და